ლელო ძლიერი საქართველო კი საარჩევნო რეჟიმშია. თბილისის მერობის კანდიდატი თანაგუნდელებთან ერთად დღეს ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი კუპრაძე მუნიციპალიტეტის პრობლემებით დაინტერესდა და ადგილობრივებს ის გეგმები გააცნო, რასაც თბილისელებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირდება. კუპრაძე ლელო ძლიერი საქართველოს და გიორგი გახარიას პარტიის ერთობლივი კანდიდატია. ახლა ვიმყოფებით ისანში, ვესაუბრებით ისნის მოსახლეობას, არსებულ პრობლემებზე და მთავარი განცდა რაც არის ის, რომ ბრძოლას აქვს აზრი, წინააღმდეგობას აქვს აზრი, მოქალაქეები აპირებენ არჩევნებზე წასვლას და გამოყენებას იმ შესაძლებლობის, რაც ნიშნავს ივანიშვილის დამარცხება დედაქალაქში. დედაქალაქმა რუსულ რეჟიმს უნდა უთხრას უარი ყველა ფრონტზე, ყველა ბრძოლის გზით და მათ შორის არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები არის ერთ-ერთი სწორედ ასეთი გზა, სადაც ივანიშვილი და კალაძე უნდა დამარცხდეს როგორც რუსული რეჟიმი პროდასალური და ევროპული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. რეალურად განწყობა არის სრულად ოპოზიციური, შეიძლება ითქვას. ადამიანებს ქართული ოცნების გაგონება არ უნდათ საერთოდ და ჩვენ ვარწმუნებთ იმაში, რომ 4 ოქტომბერს მოსვლა მნიშვნელოვანია, რათა ქართული ოცნება დავაზიანოთ, ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ გამარჯვების განცდა. არ უნდა ჰქონდეთ იმისი შეგრძნება, რომ ქართული ოცნება არის საბოლოოდ ფესვგადგმული და რომ მისი ცვლილება შეუძლებელი არის. 4 ოქტომბრის არჩევნები არის ერთ-ერთი გზა, ერთ-ერთი დამატებითი ფლანგი, რათა საბოლოოდ დავამარცხოთ ჩვენ რეჟიმი. თბილისი არის ბრძოლის განწყობაზე შემართებით და ხალხის ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო დიდ ძალას და მოტივაციას გვაძლევს, რომ აი ამ რუსული ხელისუფლების რუსული თვითმმართველობა დავასრულოთ და დავიბრუნოთ თბილისი და სრულიად საქართველო. შევხვდებით 4 ოქტომბერს არჩევნო ყუთებთან და აუცილებლად გავიმარჯვებთ.